Newer CM28 Pro-ს ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ შეუძლია ჩაიწეროს საკუთარ თავში. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა პლუსია, როდესაც მიკროფონი თავის თავში იწერს. რა თქმა უნდა, ამ მიკროფონს აქვს noise cancelling-იც, რომელსაც ახლა განახებთ კიდევაც. უბრალოდ აი ესეთი ერთი ღილაკის დაჭერით ამ წუთას თქვენ გესმით noise cancelling-იანი ხმა. იგივენაირად მოძრაობენ უკან მანქანები და იგივენაირი ხმაურია, რა თქმა უნდა, ქუჩაში, ტრასაზე. ეხლა თქვენ გესმით noise cancelling-იანი ხმა და ამ წუთას გავთიშავ და ეხლა ამ წუთას გესმის ჩვეულებრივი პირდაპირ გადმოცემული ხმა ამ მიკროფონი. შემიძლია მაგნიტზე დავამაგრო, შემიძლია ეს მაგნიტი პირდაპირ მივაწებო Z მიკროფონზე და ამასთანავე აქვს ესეთი ნიანგიც, რომელსაც პირდაპირ იმაგრებ საყელოზე, მაიკის შიგნიდან, რავი, whatever, სადაც გინდა. ეხლა გავთიშე noise cancelling-ი და გესმით პირდაპირი ხმა. დავაყენებ საყელოზე და პირდაპირ აი ესეთი ხმა გესმის. Line of sight, პირდაპირი ხედვა ერთმანეთს რომ ხედავენ მიმღები და მიკროფონი, ანუ გადამცემი, უწერია 200 მეტრი და სავარაუდოდ მე ვფიქრობ, რომ სამჯერ უნდა გაყო, როცა ზურგში აქცევ, ალბათ სადღაც მანდ უნდა გაითიშოს ხმა. ეხლა წავალ მოვშორდები იქით, თან ვილაპარაკებ და გავსინჯოთ, როგორ იწერება ეს ყველაფერი. დავიწყე თან ლაპარაკობ, თან ჯერ ესე პირდაპირი ხედვით წავალ უკან. 1 2 3 4 იტესტება Newer-ის wireless მიკროფონი. დაახლოებით 7-8 მეტრია მოშორება. წავედი კიდევ იქით, შორს. ნელ-ნელა მივდივარ, შორდები. ანუ პირდაპირი დაფარვა ეხა line of sight-ი, რასაც ქვია. წავედი 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4. მოდი ეხა სადღაც 20 მეტრაში ვარ დაშორებით და შევაქცევ ზურგს. 1 2 3 4 1 2 3 4 ვნახოთ როგორი დაფარვა. 1 2 3 4 ამ წუთა ზურგი მაქვს შექცეული, არ ვიცი ისმის თუ არა ხმა, შემდეგ შევამოწმებ. ეხლა მოვბრუნდი. 1 2 3 4 1 2 3 4 ეხლა შევეცდები ცოტა იქით კიდე შორს წავიდე. 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 ამ წუთას პირდაპირი დაფარვაა ისევ. ვნახოთ ხეს მოვეფარები 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 ამ წუთას ზურგით ვარ მოფარებული. ეხლა შემოვტრიალდი. მანძილი არის დაახლოებით ალბათ 30 მეტრი. შესაძლებელია უფრო მეტი, პლუს მინუს არ ვიცი. წავედი კიდევ შორს. შეიძლება არის უკვე 50 მეტრი, არ არის გამორიცხული. შევტრიალდი ისევ ზურგით. მივდივარ ესე და მოვტრიალდი ისევ, ანუ line of sight-ი, ესე ვთქვათ. და ამ წუთას პირდაპირი ხედვა არის ისეთი დაფარვა. წავედი ნელ-ნელა უკან მივდივარ, თან გზაზე ვიყურები. რამეს არ წამოვეცვა აქ. ეხლა პირდაპირი დაფარვა და რავი, სადღაც 60-70 მეტრი წესით უნდა იყოს. 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 შევტრიალდი ზურგით. სავარაუდოდ უკვე უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცი. წავედი ისე ზურგით ტრიალებ. დაახლოებით კი არის 1-80 მეტრი, შეიძლება უფრო მეტიც. კიდევ ზურგით შევტრიალდი 1 2 3 4 მეტი წესით აღარ უნდა მუშაობდეს და წავედი. პრინციპში 200 მეტრი ძალიან დიდი სისულელეა, მე თუ მკითხავ, ესეთი მიკროფონისთვის არ უნდა გჭირდებოდეს ზოგადად. ამ ხელა მანძილი ერთი ძალიან უაზრობა, კამერა ვეღარ ხედავს და მიკროფონს რა აზრი აქვს პრინციპში. მაგრამ მაინც ამ წუთას ეხლა პირდაპირი ხედვა არის მიკროფონსა და მიმღებს შორის, ეგრეთ წოდებული line of sight-ი და კაკრას უახლოვდები 50 მეტრიან დიაპაზონს. ზოგადად, როდესაც ვიდეოს იღებთ, ვისაც საერთოდ აქვს ამის გამოცდილება და როდესაც კამერის ირგვლივ მოძრაობ, ზურგს აქცევ, ცოტა შორს მიდიხარ, ცოტა იქით გადიხარ, ცოტა აქეთ გამოდიხარ და ასე შემდეგ,
არის ძალიან დიდი საშიშროება იმისი, რომ სადღაც ხმა გაწყდეს და გაგიფუჭდეს. ამ მიკროფონს ზუსტად ეს პლუსი აქვს და ყველაზე მაგარი ზუსტად ეს არის, რომ თავის თავში ჩაწერის საშუალება აქვს. 4 გიგაბაიტი აქვს შიდა მეხსიერება და საკმაოდ ბევრ ხანს იწერს, აგერ აქ დაგიწერთ სადღაც ზუსტად მონაცემები რა თქმა უნდა არ მახსოვს. ერთი მინუსი რაც შეიძლება გითხრათ ის, რომ 16 ბიტი აქვს საუნდი, ანუ 24-იც არ არის და ცოტა მოჭერილი ხმა აქვს, მაგრამ თავის თავში რომ იწერს, ეს უკვე ძალიან დიდი პლუსია. Lark M2 და ყველა მსგავსი ესეთი მიკროფონები, რომელიც ძალიან პატარებია, კი ვიზუალურად კარგია, პატარა ადგილს იკავებს, მაგრამ ყველაზე დიდი მინუსი მაგ მიკროფონების ის არის, რომ თავის თავში არ იწერს. და არის ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ზურგი შეაქციო და სადღაც ხმა გაგიწყდეს და გააფუჭო ისეთი ვიდეო, რომელიც ან ძალიან საპასუხი, ან ზოგადად რომც არ იყოს საპასუხისმგებლო ვიდეო, ესე ვთქვათ, ვიდეო გიფუჭდება რა, თავიდან არის გადასაღები, მერე გეზარება, მერე ამის დედაცვათი რეიტყვი და ხელს ჩაიქნევ და ასე შემდეგ. რაც არ უნდა ახალი ვიდეო გადაიღო, ის ემოცია, ის დასაწყისი, რაც ჩააქსოვე ამ ვიდეოში, ის გიფუჭდება და მეორე ვიდეო ესეთი არ განმეორდება არასდროს. ძალიან ბიუჯეტური მიკროფონია, 67 თუ 70 დოლარის და არ დაგავიწყდეთ Amazon-ზე თუ იყიდეთ, ქვევით კუპონი მონიშნეთ, კიდეთ 15 დოლარი სავარაუდოდ უნდა დააკლდეს. ფასები ხშირად თამაშობს, ამიტომ ზუსტ ფასს ეხლაც რომ გითხრათ აზრი არ აქვს, შეიძლება ვიდეო რო გამოვიდეს, ან დააკლდეს, ან მოემატოს და ასე შემდეგ. ყველაფერი მოყვება, ყველანაირი შესაერთებელი მოყვება, რაც თავარია, დაჟე უთოზე შეგიძლია შეაერთო და იქ ჩაწერო ხმა. ანუ ყველა კაბელი, ყველა ეს ბეწვი არის საწინააღმდეგო windmuffs რო ეძახიან, dead-cats რო ეძახიან, ეგეც მოყვება. აბსოლუტურად ყველანაირი lightning-ზე შესაერთებელი, ტელეფონზე, Type-C-ზე შესაერთებელი, კამერაზე, სულ ყველაფერი თლიანად აბსოლუტურად მთელი ნაკრები მოყვება, რაც კი შეიძლება მიკროფონს მოყვეს და გამოიყენო და ჩაწერო და ასე შემდეგ. კომპიუტერზე შეგიძლია მიაბა პირდაპირ სტრიმი შეგიძლია გაუშვან. ნებისმიერი რაღაცა, მოკლედ შეზღუდული არანაირად არ ხარ კაბელებში და ასე შემდეგ. კავშირში რამე მოწყობილობასთან არანაირი შეზღუდვა არ აქვს. კიდევ ერთი მინუსი კიდე რაც შემიძლია ვთქვა, რომ ანუ მიმღებზე ეკრანი აქვს, ცოტა არ იყოს, ანუ მზეში ძალიან ძნელად ჩანს, ესე ვთქვათ. მაგრამ ნუ შეჩვევადია რა, ერთხელ დაჩრდილავ, ერთხელ დააყენებ გადაღების წინ და всё, მეტი არც არაფრის ნახვა არ გინდა. დანარჩენი ინტუიტიურია ყველაფერი, კნოპკები ცოტა იაფფასიანი ტკაპანი ისმის, ნუ რა გინდა ეხა $100-მდე არის და მეც ვერც ვერაფერს ვერ მოსთხოვ. ეს არ არის ბროუდი რომ მისცე $400 ვთქვათ, როგორც მე მაქვს ვთქვათ, გადაიხდი $400 და ყველაფრით იქნები კმაყოფილი, ბაზარი არ არის, მაგრამ ამ ფასიდან გამომდინარე რაღაცაში უკმაყოფილა უნდა იყო. ბევრად დავყავი ეს ვიდეო და ყველანაირ კონტექსტში და ესე ამპლუაში გაგიტესტეთ. ამიტომაც უნდა გქონდეთ სრული, ესე ვთქვათ, ინფორმაციაც და სრულად გექნებათ უკვე მოსმენინი ყველანაირ გარემოში, როგორ ჟღერს ეს მიკროფონი და ასე შემდეგ. ვინც დამწყებია, ვინც ეხლა იწყებს და ვინც ფიქრობს, რომ wireless მიკროფონი ესაჭიროება, დამიჯერეთ ამის ყიდვა ყველაზე გამართლებულია ამ წუთას. კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ეს არის ზოგადად პირადი გემოვნების ამბავი, ხმა ზოგადად გემოვნება, ყველას ყური სხვანაირად ისმენს და ასე შემდეგ. მე არ გეუბნებით, რომ ამას გადასარევი ხმა აქვს და არც ვიტყვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და გავიმეორებ, რომ Rode-ის ხმა 10-ჯერ და 1000-ჯერ მირჩევნია, DJI-ის ხმას ატანა არა მაქვს, იმიტომ რომ ფასი იგივე აქვს რაც Rode-ს, მაგრამ DJI-ის მიკროფონებს რაღაცნაირი მოჭერილი ხმა აქვს, ისევე როგორც ამ მიკროფონს, მაგრამ ეს მიკროფონი არის იაფიანი და შესაბამისად ამას მეც ვერ მოსთხოვ. ამიტომაც მე ვთვლი, რომ კარგი ხმა აქვს ამ მიკროფონს თავის ფასში, მაგრამ აი DJI-ის არ ეპატიება და ზოგადად DJI მე თუ მკითხავ არც უნდა შეეტენოს ამ თემაში რა, მიკროფონებში, ესე ვთქვათ. კი და გეწყინოთ DJI-ის ფანებს გინდა არა. კამერაშიც ესე ამ წუთას მე პირდაპირ კამერაშიც ვიწერ ვიდეოშივე ჩაკერებულ ხმას და შესაძლებლობა მაქვს აი აქვე თვითონ მიკროფონშიც ჩავიწერო. ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული პლან B, ზაპასკა ვარიანტი. თუ ნახე რომ კამერაში სადღაც რაღაც ხმა გაგიფუჭდა, მაშინ ყოველთვის იმედი გქონდეს იმისა, რომ აი აქ ჩაწერილი გაქვს და გამზადებული გაქვს გაუფუჭებელი უწყვეტი მშვენიერი ხმა. მე თუ მკითხავ Lark M2-ის ნაცვლად
თან ის $109 ღირს კომბო მთლიანად ყველა კაბელით და ყველა ფერზე რომ მიდის, ეს ღირს $70-მდე. LRKM2-ს თავის-თავში ჩაწერა არ შეუძლია, თან მანძილი ამასაც გაცილებით ბევრი აქვს ვიდრე იმ სხვა მიკროფონებსაც, ესეც გაითვალისწინეთ, გაგიტესტეთ, აგერ მანძილი ზურგით არის მთავარი, ზურგით რომ მოეფარები, ანუ line of sight-ს რო ეძახიან, პირდაპირი დაფარვა, ანუ მიმღები და მიკროფონი, როდესაც ერთმანეთს უყურებენ, მაშინ არიან ყველაზე მაგრები ეს wireless მიკროფონები, მაგრამ ზურგით შემოუტრიალდები თუ არა, ეგრევე ერხევათ. ამიტომ ესეც გაცოცხლისწინებელი ამბავია. ზუსტად იმ მიკროფონებს აი ეს მინუსი აქვს. 10 მეტრაშიც კი ზურგით რო შემოუტრიალდები, ხმა გეთიშება. აქ პირველი ის რომ ეს მანძილი გაცილებით დიდია, 80 მეტრაზეც კი წავედი ზურგით შემოუტრიალდი და როგორც ნახეთ, ხმა არ გათიშულა და მეორე პლუს ამას თავის-თავშიც ჩაწერა შეუძლია. დამიჯერეთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა კომფორტია. ამიტომაც დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.